მის წამალი არის საღი აზროვნება, სწორი ჭვრეტა, რომ ადამიანმა პირველ რიგში საკუთარ შინაგანს მიხედოს და საკუთარ თავში ჩაღრმავდეს და ის ნაკლი, რაც მას დღის განმავლობაში ჩაუდენია, ვთქვათ, ეს აუცილებლად უნდა ამოატივტივოს და აუცილებლად უნდა სთხოვოს უფალო მაპატიე, უფალო შემიწყალი და თუ კი ვინმე ადამიანს გული ატკინა, ტელეფონი დაუკავშირდეს, შენდობა სთხოვოს, მაპატიე უნდა უთხრას, აი მე ვერ გავთვალე და უცბად ავფეთქდი და შენდობა საკითხო, შეუმცდარი ვინ არის? ყველა ვცდებით და აი, როდესაც ადამიანი ესე შინაგანად დაუწყებს კონტროლს საკუთარ მეს, მერწმუნეთ რომ აი ეს გამოწვევა მისთვის უკვე არაფერს ახარ წარმოადგენს. ანუ ის შინაგანად გადალახავს ამას ყოველივეს რა და მისი ცხონებაც უკვე ბუნებრივია რომ ადვილი იქნება, რადგანაც უფალი ბრძანებს რომ თავის დაინდაბლოს თავი, იგი ავამაღლო ვინც შინაგანად ანუ გაიაზრებს რომ ის ცოდვილია, ხო? და ცოდვილი ვარ უფალო მაპატიე, როგორც ავაზაკმა, ის პირველი შევიდა 1000 უფეველში. აი ეს არის ყველაზე კაი წამალი. შემინდე უფალო ცოდვილი ვარ. და ამ დროს ხები არ უნდა განვეკითხოთ გიორგი. შეუმცდარი მართლა არავინ არა ვარ და ყველა ადამიანს თავისი საცდური მოსდის ეშმაკისკენ. ჩვენ ხო არ ვიცით ის რა დონის საცდურია, ჩვენ რო განვეკითხავთ. შეიძლება იმ დონის საცდური რომ ჩვენ მოგვევიდეს, ჩვენ უარეს დღეში ჩავარდეთ და უფრო ცუდი რამე გავაკეთოთ. ამიტომ არავინ არასოდეს არ უნდა განვეკითხოთ. დიახ, აი ეს ახლა მაგალითად არის ადამიანებს შემოწვა, აი ნეგატივზე არ ვიფიქროთ, ეს ნეგატიური. ამ დროს შეცდომებზე რო ვიფიქრო, ფაქტიურად მიდიხარ ნეგატივისკენ. აი ეს როგორ უნდა დააბალანსოს ადამიანმა, იმიტომ თავს იტყვის ნეგატივზე არა და ამ დროს თავის შეცდომა გამოეპარო შეიძლება ამის. არ არის ეს სწორი, რას ქვია ნეგატივზე არ ვიფიქრო. პირიქით, მე ესე ვფიქრობ, რომ თუ კი ადამიანს შეცდომა მოუვიდა, აუცილებლად ამაზე უნდა იფიქროს, რომ ამ ქვეყანაზე გამოასწოროს. აი წმინდა მამებს ესეთი ჩვევა ჰქონდათ, რომ სანამ მზე ჩავიდოდა, მას თავის ნეგატიური არა მარტო სიტყვები და ფიქრებიც კი უნდა გამოესწორებინა, რომ უნდა მისულიყო იმ ძმასთან მონასტერში და შენდობა უნდა ეთქვა, რომ ჩვენ არ ვიცით დილა გაგვითენდება თუ არ გაგვითენდება და ესე გულნაწყენი რომ დავტოვოთ ადამიანი, უფალი რას გვეუბნება, რაოდენიცა გაუკეთეთ სხვას ის მე გამიკეთეთ და ამით უფალს გაუკეთეთ, ხო უფალს ვაწყენინეთ და ამიტომ ეს ნეგატივი ჩვენი ყისიერად უნდა მოვიშოროთ ისევ და ისევ აი ჩვენ ძმასთან ან დასთან სიტუაციის გამოსწორებით შენდობის თხოვნით. მამაო, თუ შეიძლება აი ამ შემთხვევაში აი პატიების მხრივ ჩვენ რო ვითხოვოთ და არ გვაპატიოს ადამიანმა, ხო? ჩვენ ამ შემთხვევაში გვეპატიება, ეს აი მართლა გულით რო და იმას რას ასჯელიედება ამ დროს და რას იმძიმე. საერთოდ ეხლა თანამედროვე დროის ადამიანი სულიერად არის ძალიან გაუცხოებული სულიერ სწავლებასთან და ადამიანი რო შენდობას თხოვს, შეიძლება დიდი შესამდობა არ ქონდეს და იმას უფრო თავი მართალი ეგონოს და არა მე შენ ვერ გაპატიებ, ეს მისი პატივმოყვარეობიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვითხოვოთ შენდობა, ღმერთს თხოვოთ, რომ ღმერთო მე მიპატიებია, შენც აპატიე და საერთოდ ყველაზე კარგი რა არის, იცი გააზრება იმისა, რომ ორი ადამიანი, რომელებიც თქვათ რაღაც დაპირისპირდნენ, არ არსებობს რომ ერთი იყოს 100%-იანი მართალი და მეორე 100%-იანი მტყუარი. სადღაც 1-2% ყველა ვარიანტში ჩვენ ვტყუით. ყველა ვარიანტში და თუნდაც 1-2%-ის გულისთვის უნდა ვთხოვოთ შენდობა. და დანარჩენი უფალმა უკეთ იცის, ჩვენ უფალი რას გეუბნება, მარჯვენაში რო გაგარტყან მარცხენა მიუშვირიო, ხო? და თუ კი ჩვენ ამის თავი ვერ აგვაქვს, ესეც ჩვენი ნაკლია, ხო? უფალი გვეუბნება, რომელიც ჩვენ გულისთვის ჯვარზე გაეკრა, როგორ დაამცირეს, როგორ სტანჯეს და ჩვენი ცოდვები აიღო და
ჩვენ რას გვეუბნება, რომ მოითმინე და ჩვენ როცა ვერ ვითმენთ უსამართლობას და რაღაცნაირად პასუხს ვითხოვთ, აი ის უცბად მყისიერი პასუხის მოთხოვნა თუნდაც ის 1-2% დანაშაულია რა და თუ ის არ გვაპატიებს, არა უშავს, ჩვენ ვთხოვოთ უფალო, შენ აპატიე, მე მიპატიებია, შენ აშორე ეს ბოროტი სული და ვილოცოთ მისთვის და გავა რაღაც პერიოდი შეიძლება აქეთ დაგვირეკოს იმან და შეიძლება აქეთ გთხოვოს შენდობა. ასე რომ მყისიერად ესე ცხელგულზე შეიძლება არ მოხდეს მის მხრიდანაც პატიება. უბრალოდ ჩვენ უნდა ვთხოვოთ პატიება, დანარჩენი ღმერთს მივანდოთ. და აუცილებელია მამაი ფიზიკურად რო ნახო, ხანდახან არის ხოლმე რომ არ არის აუცილებელი, გააჩნია სიტუაცია, ზოგჯერ ფიზიკური ნახვა ისია გართულებული სიტუაცია, რომ უფრო გაართულებს და შეიძლება აი ფაქიზად ჯერ მესიჯი გაუგზავნო, რომ ვნანობ შენს წინაშე ჩემს დანაშაულს ქრისტეს გულისთვის შენდობას აკითხო, ვინ არის შეუმსტარი, დღეს მე მომივიდა შეცდომას გთხოვ პატიებას, ხვალ შეიძლება შენ მოგივიდეს, შენ გთხოვ პატიება, შეუმსტარი არავინ არა ვარ და მამა უჩვენოში უფალი რას გვეუბნება? გვეუბნება იმას, რომ ისე უნდა ვაპატიოთ ჩვენ სხვებს, თუ გვინდა რომ ღმერთმაც გვაპატიოს და მომიტევეთ ჩვენთან, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ. თუ ჩვენ არ მიუტევებთ, უფალიც არ გვაპატიებს და ამიტომ შენდობას აკითხო.